ელენე, შენ დღეს სამსახურში არ ხარ? არა, დღეს საფრანგეთის საელჩო ისვენებს. ჟანადარკის დაბადების დღეა. გილოცა. ელენე, ესე იგი, შენ თუ სამსახურში არ მიდიხარ, იმ ლურჯ თლიან საყურეს მათხოვებ. და ის მუშაობ დღეს? ხო, მუშაობ. ელენე, მე საერთოდ იცი როდის ვისვენებ ხოლმე? როდის? მაია წყნეთელის დაბადების დღეს. ხო, ან მათხოვებ, ხო? და ტატოს რო არ მოეწონოს ეგ საყურე? ელენე, ტატო მე მხოლოდ უკვე როგორც თანამშრომელი ისე მაინტერესებს. ავიღო, ხო? მაგას ადრეც ხო ამბობდი. ძალიან ცხელა ამ სახლში. ადრე რას ვამბობდი? ის ტატო აღარ მაინტერესებსო თუ საყურე მათხოვე? ლაშა, გეხვეწები, ცოტა ჩაუწიე, დავიხჩე. ხო, ცხელა, ძალიან ცხელა, ელენე. ძალიან ცხელა. ой, რა კარგი ტელეფონია. ტელეფონის კარგია და ის საყურეც. არ ჩაირიცხა. რანაირად ჩაირიცხებოდა ელენე, ჟანას დაბადების დღეა და ისვენე. ხო, მართალი ხარ. ესე იგი ავიღო საყურე. ოხ ნიკა, გაგიჟდები, სად არის? ნიკა, სად არის ნიკა? ჰა? ვინ ჩამიწვინა ეს ლოგიში? ვინ ჩამიწვინა? გეხვეწები, სანამ ხელფასი დამერიცხება, შენი ბარათი მათხოვე რა, რასაც დავხარჯავ, უკან დაგიბრუნე. კი, რა პრობლემაა? ხო. მომისმინე, დღეს შენ არ ახარ სამსახურში? ისვენებენ დღეს ლაშა, ჟანადარკის დაბადების დღეა და ეგ როგორ გამომრჩა? ყიდულობთ რამეს გოგოები? ლაშა, გეხვეწები, გამავთვალ, ჩაუწე, თორე დავიხჩე. ჩაუწებ, ხო, ისე მართალია, უნდა ჩაუწიო, თორე ხო გახსოვს თეკლა ჟანადარკის ბოლოს ზედმეტ და სიცხემ შეაწოხა და ისე აბა კარგია, ელენე, კარგია, მაგრამ რაღაც აკლია, რაღაც ლურჯი დეტალი, დიდიც არა, კარგი, თეკლა, აიღე. დიდი მადლობა, ელენე, და ის პიჯაკი, წითელი პიჯაკი აქ, ვარდები რო აქვს, სულ მინდოდა ერთხელ მაინც მივსულიყავი სამსახურში. კარგი, თეკლა, ეგეც აიღე, ოღონდ ხო იცი როგორი ნაჭერია რა, ერთი პატარა ცხიმი და მე არ გახსოვს მაშინის კარგი, არ მინდა, რაც მაცვია მეცოს. კარგი. აბა ვინ ჩამიწვინა? აბა გეკითხები, ვინ ჩამიწვინა? ხო, თუ ის არის, ვინ ჩამიწვინა? არ ვიცი, შეიძლება თვითონ ჩაგიწვა. ის მულტფილმი ხო იცი ღამით სათამაშოებიდან ცოცხლდებიან. ხო და ეგეც გაცოცხლდა, მოვიდა, დაგხედა მძინარეს, მოეწონა და შემოგიწვა. სულ გაფუჭდნენ რა ეს თოჯინები. ნიკა, მომისმინე, კიდე ერთხელ გაცოცხლდება ეს თოჯინა და მე ვნახავთ, როგორ გაფუჭდება ეგ შენი PlayStation. ნიკა, მამა შენი მოვიდა, ქვემოთ გელოდება, გარეთ ძალიან ცივა. თბილად უნდა ჩაგაცვა. მოიცა, სად მიდიხართ შენ და მამა შენ? ცირკში. ცირკ. მე რამდენად უნდა წახვიდეთ ამ ცირკში ხა? ისეთი პროგრამაა, რომ კიდე გინდათ ნახვა? მე რა, მამა ჩემს მოსწონს ერთი აკრობატი გოგო და გამატარებს ასე, ბავშვი მჭირდებაო. კოტე ბაბუ იქნება, დღეს დამირეკა წნევა გამიზომეო, მე კიდე სულ დამავიწყდა. ალო? დიახ? ელენე ვარ. დიახ, კარგად მოვიარე. საელჩოში, დიახ. არა, არ მიჭირს დილას ადრე ადგომა. დიახ, ვისვენებთ.
დაბადების დღე როა მაგიტომ. არა, არ ვიცი რამდენის გახდებოდა. მე ვიცი ვინც იქნება, მომეცი. ხო, ნოდარ. ხო. რა ვიცი, არა. კი, სახში ვარ. სახში ვარ, აბარაზე მირეკავ. ხო, რა არის რა გინდა? კი, რა პრობლემა, რამდენი? 8000 გინდა $დოლარში? ოქროთი ხო არ გერჩევნია, ნოდარ. ხო, კარგი. კარგი, ოღონდ იცი რა არის, ბანკში უნდა შევიარო და მე შეგხვდები და მოგცემ, ხო? კარგი. ხო, გამოვალ. მანქანის გასაღებს ავიღებ და გამოვალ. კარგი, ნოდარ, მოვდივარ. ვა. კარგი, წამოდი, ახლა შენ ჩაგაცილებო ქვემოთ, მე კოტე ბაბუსთან შევაძამ. ხო, ოღონდ ხელი მომკიდე ვერაფერს ვერ ხვდება. აბა სად მივდივართო? გამარჯობა, ნუნუდეიდა. დიახ, ქვემოთ ჩავაცილებ და საყარელო ნიკა, მამა გელოდება ქვევით სხვათა შორის. ესე იგი, აი იმ დღეს ოთებში გამატანეთ, დაგიბრუნეთ ცალოს ხომ არ შემოგიტანით და მოგიტანი ორცხობილად. ჩემი გაკეთებულია ეს კარგი გონოს რაღაც. ძველი პური სულ რჩება. ადრე მეშველიანებს ლეკვირომებათ ეზოში, იმისთვის მიმქონდა ხოლმე, მაგრამ ახლა სოფელში წაუყვანიათ. ხო და ეხლა რომ რჩება ძველი პური, ჩემი ქმარი ემზარი მეუბნება. რა არის ეს პური რო რჩება, ხომ არ გადაყვეთ, მე ვთხარი ნუ გეშინია ემსარ, ამბად გავაკეთებ მე ორცხობილას და აი გავაკეთე და მოგიტანეთ. აიღე, შეგემრიელია ნიკა, შეთვის აუცილებელი, აიღე. მადლობა. ჩავაცილებ და ამოვალ. კარგი. ნახოთ ერთი. ის აუზმიათ უკვე. აუს ხომად მიირთმევთ. ამ სპილოს აქ არ აქვს ხო გამოსხივება. ლაშას ეს ამბავია, როგორ მაინტერესებს სახშია ლაშა? ლაშა მერტი ფეხის ნამისზე გაგასწროთ. კარგი, ჩაი. ჩაის დალოთ, დიახ. თეკლე? თეკლა? დედა როგორ მომწონს აი გოგო, როგორ მინდა ჩემი ძმისშვილისთვის. იცი რა ბიჭია ჩემი ბაქარი, არაჩვეულებრივი უნიკალური. ჩემი ძმა ხო არის თითი საჩვენებელი, მაგრამ ეს ჯობია. თეკლამაც ეს წუთია გაგასწროთ. არა უშავს, სხვა დროს დაველაპარაკები. გასინჯე რა ჩემი გაკეთებული, იცი რა გემრიელ სანამ არ გასინჯე, აქედან არ წავალ. რა მინდოდა იცი ელენე? გუგა რომ წავიდა ის ოთახი ზაურის გაუქირავებია. კვდები ინტერესით. გეხვეწები, გაიკითხე, გამოიკითხე, ვინ გადმოდის, ვინ არის, იქნებ ვინ შემოდის ჩვენ სადარბაზოში. არ უნდა ვიცოდეთ ვინ არის. გასინჯე გთხოვ, ჩემი გაკეთებული სანამ არ გასინჯა, ვისოდი არ წავალ. იცი რა შეგაწუხებდი, მე კი წავიდოდი და მე კი გავიკითხავდი და გამოვიკითხავდი, მაგრამ ჩემ ემზარს უნდა გავყვე, თბილი წინდები მინდა უყიდო. ხო იცი მთელი დღე ეზოში ზედათ ფეხები უცივდება. მე ეგროვად გახდეს, მაგის მოვლის თავი არ მაქვს რა. აი გავსინჯე, ეხა გავსინჯა. ხო, გასინჯე. ხო კარგია. აბა შენიცი ჩემო კარგო, წავალ ეხლა მე და აბა შენიცი გაიკითხე, გამოიკითხე ძალიან გთხოვ, კარგი? წავედი. უი მართლა, იცოდეს პილოს ხორთუმი ფანჯრისკენ უნდა ჰქონდეს. ბარაკას ისრუტავს, დაიმახსოვრე კარგად. ვერ გავიგე რა ჭირს ამ გოგოს. სად არის ამდენ ხანს? შემოვალო, წნევას გაგიზომავდი. გადამრევს რა ეს გოგო, გადამრევს რა, ვერ გავიგე. რა უნდა გავაკეთო რა, იმისთვის რომ თავი მოვაწონო, ვეღარ გავიგე ბოლო რა. თეკლას? ხო, თეკლას ბაბუ, აბა ვის, ხო. რა უნდა გავაკეთო იმის გულისთვის, რომ სულ ცოტათი მაინც მიაქციოს ჩემს გზნობებს ყურადღება, ვეღარ გავიგე რა. თეკლა? ო, თეკლა, ბაბუ, აბა ვინ? ხო, არა და რა არ გამიკეთებია მისთვის, რას არ ვაკეთებ ყურადღებას ვაქცევ ყველანაირად, მაგრამ არა, რა აზრი არა აქვს რა. თეკლასთვის? ხო, ბაბუ, თეკლასთვის, ამავისთვის, კარგი შერახა მოგივიდა, ხო, ბაბუ, თეკლასთვის. მე ჯერ მე კი არ უნდა მითხრა, იმ გოგოდან უნდა დაიწყო. თეკლადან? ხო. ყოდიში, კოტე ბაბუ, ვერაფრით ვერ შემოვედი, ნუნუ იყო შემოსული, ხო იცით? გამარჯობა, პაატა, როგორ ხარ? რა ვიცი, ელენე, რა არ ამიშავს. რატომ ეგრე პაატა? რატო და რა და ნაკვეთში მივდივართ მე და პაატა და მეთქი გავიზომავ წნევას. იმიტომ რომ იქნება წამალი არ დავლი.
ბაბუ რა ნაკვეთი რის ნაკვეთი არ მოვდივარ ამ ნაკვეთში გაიგერო არ მოვდივარ რა მოდიხარ ნახე როგორი სიმინდი მოიყვანოს წელს გადამრევს ეს კაცი რა ჯერ შემჭამა ცოლი მოიყვანეო ეხლა სიმინდი მოიყვანეო რა უნდა ვეღარ ვიკაცი რა ცოლი მოიყვანე მე სიმინდი მოიყვანე პატა ბატონო ჩუმად ხო ჩუმად გეტყვი გადამრევს ეს კაცი რა ჯერ შემჭამა ცოლი მოიყვანეო ეხლა სიმინდი მოიყვანეო ხო მაგრამ ეს დააკავშირე წარმოედგინე ცოლი მოიყვანეო მე სიმინდი ორებას მოყვანა შეიძლება ხო პატა ასაკებია ხო უბრალოდ ორებას მოყვანა შეიძლება ხო კარგი რა იყო რა მოგი კოტე ბაბუ წნევა გაქვთ 120-ზე აუ აგრონომის წნევა ქონია ბაბუ აგრონომის წნევა კი არა მოემზადე და ნაკვეთში წამომღები კარგი ბაბუ ელენე მადლობა არა ბაბუ არ მინდა ამ ნაკვეთში რა გჭირს არ მოვდივარ გაიგერე ჯერ ესეთი ვერ დავეტევით ორი ადამიანი იმ ნაკვეთში რა გჭირს ელენე ერთი წუთი ბოდიში რა შენ გაგიზომო წნევა არა წნევა კი არ გამიზომო რაღაც მაინტერესებს შენ ჭკვიანი გოგო ხარ და შევა მინდა კითხო რა გავაკეთო იმისთვის როგორ მოვაწონო თავი ვეღარ გავიგე რა გავაკეთო თეკლას ხო თეკლას ელენე ხო ჰა რა ვქნა აბა აი რა გავაკეთო არა და ელენე რა საღარ ვაკეთებ მისთვის რა როგორ არ ვცდი უფრო თავი მოვაწონო იმ დღეს რაღაცა სამსახურში ვიყავით ერთად მე ხო კურიერი ვარ მან თეკლასთან სამსახურში და რაღაცაზე ლაპარაკს ჩამოვარდა და ინატრა რომ ჟავე მინდაო ჟავეო და მე როგორც კურიერი გავარდი ხო ხდები და უშოვე 1 კილოგრამი კომბოსტოს ჟავე ელენე ხრაშუნათ თეკლას ხო წარმოიდგინე მოუტანე მაგრამ არაფერი რა აზრია გინდა მოგიტანე გინდა არაფერი არის მოქმედა ხო ხო არ ვიცი რა ძალიან უცნაური გოგო ესე იგი მე რო ბიჭმა მომიტანოს 1 კილოგრამი ჟავე კომბოსტოს მწნი ხრაშუნა თანაც ხრაშუნა ალბათ ზედ გადავყვებოდი ეხლა ელენე შენ ევროპაში ხარ ნაცხოვრები და კარგი ბაბუ ხო ისა ქვია ელენე ერთი წუთით რა უნდა გითხრა აი ვერ ხვდები ელენე აი რა არ მოსწონს ჩემი ჩაცმა მაკლია თუ დახურვა ელენე ჰა აი შემომხედი აბა დაიხურე მოიცადე აჰა აბა უფრო ჩაცმა ესე იგი ჩაცმა ხო ჩაცმა ვითომ ხო გასაგებია ხო ჩაცმა ალბათ ხო აბა რა ვიცი ხო ხო იცი რა აი ვერაფრით ვერ ხვდები როგორ არ უნდა მოგეწონოს ბიჭი რომელსაც 3 ზომით დიდი პერანგი აცვია რაღაც გაურკვეველი ყვავილები აქვს და რაღაც ზოლები მართალი ხარ ელენე მართალი ხარ იცი რა არის ელენე აი მაგაზე მეც ვფიქრობდი და თეკლას ჩაცმასთან დაკავშირებით რაღაც თავისებური შეხედულება აქვს ხდები იმ დღეს უნდა გენახა სამსახურში რანაირი პიჯაკი ეცვა რაღაცა წითელი პიჯაკია ეგ საყელოზე ვარდებით გაგიჟდებოდი რო გენახა მოგვიდეს ისე ხო ეცვა უკვე არა ხო რა არაფერი არ პატა მივდივარ მაღაზიაში საყიდლებზე წამომყევი პატა ისე გამოგბრანჭავ რომ ვერც ერთმა ბიჭმა ვერ გაჯობოს და თეკლე დაეცემა აუ დიდი მადლობა ელენე დიდი მადლობა ძალიან მაგარია ხო რა ვიცი ელენე მეც მაგას ვფიქრობ ჩაცმა ალბათ ელენე თორე რა ვიცი ახლა აი რა ვიცი მე მგონი ფიზიკურად ცუდი ბიჭი არა ვარ ხო ნუ ხა რაღაც კორექტივებს შევიტანდი გასაგებია ხო მაგრამ მაინც თლიანობაში რა ვიცი ხო წამოდი და ამას წამოვიღებ ხო კარგი წამოვიღებ ხო კარგი ხო მანდ მიაყუდე და გავედი ელენე დამიჯერე გავედი გამარჯობა თეკლა ერისთავი სასიამოვნო ვიფიქრე კარი ხო არ შემეშალათქო და ეს ბინა რა ნომერია ეს ბინა 26 დიახ ეს არის და ხო 26 ადვილად დავიმახსოვრე მეც 26 წლის ვარ და დიახ ეს ბინა უნდა დამეთვალიერებინა და თქვენ გადმოდიხართ აქ? დიახ მე გადმოვდივარ სასიამოვნო მაღალჭერიანი ბინა ანუ ჩემს მაღალი გოგოსთვის მაღალი არ ჩანს მაგრამ ნუ მაინც მაღალჭერიანად ითვლება
ძალიან გიხდებათ ეს საყურე. ვაიმე დიდი მადლობა, მეც მაგას ვეუბნები ძალიან მიხდება მეთქი და არ მიჭერებს. ვაიმე ახლა სამსახურში რომ არ მეჩქარებოდეს იმდენ რამეს მოგიყვებოდით ამ ფინაზე. თქვენამდე აქ ცხოვრობდა ძალიან ცნობილი მწერალი. რომელი მწერალი? რომელი და გუგა აი ეს მწერალი. ხო, ისეთი კანონზომიერება დავინახე. ესე იგი მოგიყვებით, ესე იგი, ადრე აქ ვინც ცხოვრობდა თავიდან, ძალიან სიმპათიური მამაკაცი ყოფილა და მერე ვინც ცხოვრობდა, ის იმაზე უფრო სიმპათიური ყოფილა და შემდეგ კიდე უფრო სიმპათიური ეს გუგა და ახლა თქვენ. თქვენ სამსახურში გაგვიანდებათ. ხო, მაგვიანდება და რა უნდა მეკითხა. მე რა სახმართელს დააინტერესებს, რამდენი წლის ხართ? ხო, ვიცი, სახმართელს დააინტერესებს, რა ვიცი და 19-ის. 19-ის? ხო, კარგი. არა უშავ. სახმართელმა. ლიფტი მოვიდა. უი, მოვიდა. ის სხვადასხვა ძალიან კარგი корпуსია. აქვე ბარია საღამობით შეგიძლიათ მეზობლებთან ერთად ჩახვიდეთ. ნუ თუმცა ჩემ გარდა არავის იცნობთ. კი ბატონო. მალე დავბრუნდები სამსახურიდან დროებით. ნახვამდის. ჰალო. ბატონო ზაურ გამარჯობა. დიახ, მე ვარ. აი ვინის სანახავად მოვედი და დიახ, აქ ვარ. გააქირავეთ უკვე. კარგით, არ არის პრობლემა. კარგით, დიდი მადლობა. ნახვამდის. არა, არ გეტყვი მეთქი სად მუშაობ. კი, ატივს გცემ კი. არა, არ გეტყვი. რატო დალეწავ, ვერ გავიგე. არა, ვიცი რომ არ დაგიშვეს. გენაცვალე, მომაქცევ ყურადღებას თუ ვიჯდეთ ილამდე ეს. კარგი, წავედი. მოგენაცვალე. უფროსი მეძახის. კი, კაცია. ვინ არის? დალეწავ და რა ვქნა ახლა. უკაცრავად, გამარჯობა. თქვენ ახალი ხართ? კი, 2 დღე არაც მუშაობ. 2 არა, 3 შვილი. შეუკვეთავთ? რა ვიცი, თუ კადნიერებაში არ ჩამომართვებთ? კალამს მოვიტან და ეხლავე მოვალ. ხო, აქ. გისმენთ? ერთი ხაჭაპური თუ შეიძლება. ხო. ერთი ხო? ხო. ერთი ხაჭაპური. ნოდარ, აი, მოვედი. როგორც თქვი, მოგიტანე $8000 დაითვალე. დათუნდა დათლა შენ მოტანეს გენაცვალე ახლა შენ თუ მეც ჩაყრიდი თორე ახლა დაკლები და მაკლებ რამე. უკაცრავად ვისკი თქვენ შევკვეთეთ? ჩვენ არა შვილო. აბა ვინ შევკვეთა? დედა რა. ეს და არ გინდათ რომ შევკვეთოთ? ძალიან დიდი სიამოვნებით, მაგრამ იცით სამსახურში მივდივარ და უკაცრავად. კარგი. ალო. დიახ, მე ვარ. კი? დიახ? რა? დაიყო რა მოხდა? კარგი. გასაგები. კარგით, მაშინ მოვალ და წამოვიღებ ჩემს ნივთებს. კარგით, მადლობთ. მადლობა რა. სტომატოლოგიური კლინიკა უქმდება და სამსახურიდან გიშვებთ. უი, არ იცოდი შენ ეგ. მოიცა, შენ რა იცოდი? რეორგანიზაციაო, ინვესტორები მოდიანო რაღაცა მეც გამომიშვეს. შენც გამოგიშვეს? ხო. მოიცა, გამოგიშვეს ნოდარ და ასე მშვიდად ხარ? აი, ჩემ თავს ვეცი პატები თორე რო გავიგე გამომიშვეს პირველი სართულიდან აწყებული მეშვიდეთი დამტავრებული რო ავედის უ შავი დღე ვაყარეს უკელას გავლაც სადმიგან ჩვილო ეგ ხაჭაპური მოდი აქ ჩემია. ვისთან მიქონდა იქ? იმათთან კი არ მიმქონდა, უნდა მეკითხა, თქვენი ხომ არ არის თქო. მადლობა რომ შემამჩნიეთ. აი, მე ისე უკაცრავად. იმ ვისკს გამოუჩნდა პატრონი? კი, მოაკითხეს. გნებავთ თქვენც? არა, მე ერთი კათხალუდი თუ შეიძლება. ალო, გისმენთ?
რა ნომრიდან მირეკავ? იმიტომ გითიშავ, რომ არ ვცალია. კარგი, გისმე ხო? ერთი კათხალური თუ შეიძლება. თქვენ არა უკაცრავ. ხელი რატო გტკივა? რა დალეწე? კი, მაგრამ მე რა შუაში ვარ? არა, გამაგებინე, მე რა შუაში ვარ? მე რა შუაში ვარ? მე რა შუაში? ხო, ან ეს რა შუაშია? კარგი, მოყევ. მიდი, გისმა. შვილო, ეს ერთი ხაჭაპური დაჭერით თუ ააწყე სხვადასხვა დაჭერი. კარგი, შეიხვია. არ გაგირთულდება. ნუ ნერვიულო. უკაცრავად. საუბრობდით ჩვენ და რა ვიცი აბა. საუბრობენ ახლა აქ და რა ვიცი აბა. კარგი. შეიხვია, ნუ ნერვიულო. როდა? რა უკრათ ახლა ჩვენ სამსახურზე, ნუ ნერვიულობ, გენაცვალე, ვიფიქრე, მე ყველაფერი ბიზნესი უნდა დავიწყოთ. აგერ მე ჩამოვალ $800 მაქვს, შენც იშოვე ცოტა და დავიწყოთ ნერვი. რა უნდა ვიშოვო და რაც გქონდა დანაზოგი ყველაფერი შენ გასესხედა. მე გასწავლე გენაცვალე, დაურეკე ჭყოიცეს, ეგეც გაანთავისუფლეს. ჯერ არ იცის იმ უბედურმა და სანამ გაიგებს უთხარი, ფული მას ესხედო, შავი დღისთვის ექნება გადანახული და მიჯერი ამართლებს. ოხნო და რა, დაურეკო არა ის მოიგონებ ხოლმე. ანგარიში თუ შეიძლება, რა? კი. ავიცი. არა, თუ არ არის საკადრო სიბეცე, ახლა იმისთანა ნიჭიერი კაცის გაშვება იქნებოდა სამსახურიდან. აბა, მადლობა ნუ და რა. რა მადლობა კაცო, ჩემ თავზე ვამბობ. ისა, ანგარიშიო, თქვენ მითხარით, ხო? რაიმე, კი, ჩვენ გითხარით, კი. კი, ეხლა მოგწან. ალო. ხო, მოვდივარ, გზაში ვარ უკვე. კარგი. შენ უნდა დამპატიჟო გენაცვალე, მე უმუშევარი კაცი ვარ. მეც უმუშევარი ვარ, ნოდა. რა ვიცი, გენაცვალე, ამ ფულს კი აპრანტალე პაკეტი კი და უმუშევარი. ელენე, აი ესენი შევარჩიე და აბა ნახე შენც. მე მგონი არ არის ცუდი, ხო? კარგი, ახლა ეს სადმე ცალკე დადე და დანარჩენებიდან ავარ. კარგი. აბა? აი, პატა შავგვრემანი ხარ? ეს უნდა მოგიხდეს ღიაფერი. ხო, ჩვენ შავგვრემანები საერთოდ ხო ეშხიანები ვართ და ალბათ ხო. რა ვიცი, ხო მეც ძალიან კარგი მოდელია. ეს კოლექცია შექმნილია თავდაჯერებული და ქარიზმატული მამაკაცისთვის, რომელსაც არ ეშინია სირთულეების და ყოველთვის აღწევს დასახულ მიზანს. ვა, იცოდით რომ მე მოვიდოდი? კარგი, პატა, აბა ჩაიცვი. კარგი, მოდი. გავისინჯო ახლა მაგას. ვა, ნახოთ. აჰა. პატა, როგორ გიხდება, რა ელეგანტური ხარ, რა შარმი, რა ბიჭი ხარ, პატა, რა სიმპათიური. ისა, ელენე, მე შენ გიყურებ როგორც საკუთარ დას და თეკლა. ხო, აღთოვანდება, ვითომ აღთოვანდება, აჰა. აღთოვანდება, ჭკუიდან შეიშლება, გაგიჟდება. არა, ეხა ელენე, ისეც ნუ ვიზავთ რომ ადამიანმა საერთოდ ხო, ეგრეც არ მინდა. კარგი, ახლა ამისთვის უნდა ავარჩიოთ პერანგი და ფეხსაცმელი. კი ბატონო. რა სიტყვი, როგორია? როგორია, მიხდება, მოგწონში რა იყო, რა გაშტერებული მიყურებ, რაღაცა მითხარი, ხმა მოიღე კაცო. რა გჭირს, ელენე, შეხედე, გამოშტერდა ესეც, ისე მიხდება, ეთყობა ეს პიჯაკი, ნახე რა. ელენე, იცი რა არის? მე ახლა კურიერი კი არა. კურიერის წამყვანი ვალ ელენე, პატა, აი ეს არის შენი სტილი. კი, ხო, ნამდვილად ეთყო. ისა, ელენე, რა ვიცი, სტილი ხო არ შევიცვალო მაინც, რატო პატა? რატო, აბა რა არის, ეს ვერ გავიგე, ფასია თუ გამოშვების თარიღი, რა არის, ეხება. რა ამბავია, ვერ გავიგე, რა არის. ფასი. ხო, რა ვიცი, აბა რა ამბავია, ვერ გავისა. გოგონი, ერთი წუთით რა, რაღაც უნდა გითხოთ რა. გოგონი, რა მაინტერესებს თქვენ წინა საახალწლო ფასდაკლებები არ გააქვთ? არა, რა დროს წინა საახალწლო ფასდაკლება, არა. ხო, თუმცა ხო და ისა, რა ქვია, წინა სასუფსარქისე?
იცით რა არის? კარგია, მაგრამ ცოტა სტილია სხვა, იცით, ისე მომწონს, ცუდი არ არის, მაგრამ სამწუხაროდ ვერა. არა, ვყიდულობთ, შეგვიფუთეთ თუ შეიძლება. აი, ელენე, არ გამოვა, ელენე, ახლა არ მოქვს ამდენი თანხა და არ მინდა რა, ელენე, ახლა. იცი რა, მე ლაშას გამოვართვი ბარად, იმითი ვიყიდო და მე შენ დაუბრუნე. უი, ხო, რა კარგია, ხო და მე ლაშა არ გაბრაზდება? რატომ უნდა გაბრაზდეს? თუმცა ხო, სუქნები ხო კეთილები არიან. ხო, ელენე, ხო. ნახე როგორი ორიგინალური ცხვირი აქვს, ა? კარგი, ელენე, მე კიდე ორიგინალური ცხვირი მინდა. კარგი, სხვა არჩი. აი, ინებეთ თქვენი პიჯაკი მშვიდობაში და ბედნიერებაში. დაცოლის მოყვანაში. კარგი. დიდი მადლობა, კარგი. ისა, ელენე. უცებ მეფეს ვიღაცამ თავზე გადმოაყარა ზემოდან მთელი ბღუჯა ქლიავი. გაოცებულმა მეფემ ბედაური შეაყენა. გაჩერდა ჯარიც. შეჩერდა ჯარიც. რაო, რატო გამოგიშვითო? მე მეკითხები თუ მან წერია ეგ. შენ გიკითხე. რა ვიცი, ნიკა, რატო გამოგიშვითო? რაღაც რეორგანიზაცია არისო, ეს არისო, ის არისო და რა ვიცი, არა და ვფიქრობდი მეთქი რაღაცა ფინანსურად ფეხზე დავდგები. თან ეს დანაზოგი რაც ჰქონდა ყველაფერი ავდექი და ნოდარს ვასესხე. კიდევ კარგი, ნიკა, რომ ბარაძე რაღაცა მაქვს დარჩენილი ელენემ რო წაიღო იმ ბარაძე. კიდევ კარგი. ბიზიაში. იცი რა მოვიფიქრე, სანამ შენ სამსახურს იშოვი, ჩემი მათემატიკის დავალებები დამიწერე და ყოველდღე 5 ლარს გადაგიხდი. და 5 ლარს გადამიხდი. არა, შეიძლება ცოტა, მაგრამ თუ კარგ ნიშნებს დამიწერე, ბონუსებიც გექნება. კიდე ეს მაიმუნობა და წაიკითხე ქლიავები გადააყარაო თუ რაღაც, რა ვიცი მე. რა ვიცი, შენ მაინც დაფიქრდი. გაჩერდი რა, მითხარი რა ქენით, იყავით ცირკში შენ და მამაშენ. კი. ხო. რა უმე? მოიწონა? მოგეწონა? მამა ჩემს არა. რატო? იმიტომ რომ ის გოგო არ იყო, ფეხი უტკენია და მე კიდე კლოუნზე ვიცინე ბევრი. მოიჭედე, აბა წინაზე არ გითხოვს კლოუნზე ვიცინეო. დღეს ფხიზელი იყო და როგორ ხართ? როგორ ვარ და? კარგად, მეც კარგად კი არა, ძალიან კარგად ვარ. ნიკა აბარაშვილი, მეცადნეობ აბარას, მეცადნეობ ერეკლემები და ინკიგო გალიხედავ ნიკა, ესე იგი ეს გოგო ხეზიას ვარ. მე კიდე ბარში უნდა ჩავიდე. ესე იგი გამოვიცვლი, გამოვიპრაჭები და წავა. თეკლა. მე ვეძახდი ლაშა. ხო, შენ გეძახდი. ხო, თეკლა. ვინ არის? ვაშა, ეს გვერდით გუგარო ცხოვრობდა ჩვენს მეზობლად, გადმოვიდა ერთი ძალიან სიმპათიური ბიჭი. დღეს სადარბაზოში ვისაუბრეთ, კაი ტიპია ძალიან. კაი ტიპია ძალიან? აჰა. და ბარში დაგპატიჟა უკვე, მაგ კაი ტიპმა ძალიან? ეხლა დარწმუნებული არ ვარ დამპატიაში თუ არა, მაგრამ მაინც მინდა ყოველი შემთხვევაში ის კარგად გამოვიყურებოდი, რომ შემოვიდა წავედი მე. რა უნდა ელაპარაკო ამას, მითხარი, რა უნდა? გამოახლავე ხიდან და ბოდიში მოიხადე მეფის წინაშე, თორემ შავი დღე დაგადგება. მოვედი. ელენე, მითხარი ხლა, ბევრი რაღაცები იყიდე იმ ბარათით? ხო, ჩემთვის საერთოდ არაფერი არ მიყიდია. მართლა? ძალიან კარგი. აი ეგ არის ძალიან კარგი, როგორ გამახარე, არის შენერი. პატა გაახე. პატა გავახე. ეს პატა? იქ რომ ჩვენი სახელოვანი მეფე ერეკლე იყოს, განასპარს ლუკს თავზე დაიხურავდა. რა სპარსული, ბავშვი, სუფთა იტალიურია, შეხედე, რა სპარსული. ეს ლაპარაკი. მათემატიკა დაწერე. დაჯექი პატა, დაჯექი, რა დადიხარ ესე რა? ხო, არა, მართალი ხარ, რა ვიცი, აბა. არა იყოს მაინც ფეხზე ვიტკები. ლაშა, რა უნდა კითხო შენ? ხო. სად არის თეკლა? თეკლა ზემოთ არის იპრანჭება. კი, იპრანჭება. სიმპათიური ბიჭი დავინახე სადარბაზოშიო და ასულია ზემოთ და იპრანჭება. ვა, ელენე.
გაიგე რა თქვა ლაშამ სიმპათიური ბიჭი დავინახეო სადარბაზოში და იპრანჭება თურმე და საიდან როდის დამინახა კაც ვერ გავიგე როდის დამინახა შენ არა პატა შენ არა გუგაზე და ცხოვრობდა იქ თურმე გადმოსულა ვიღაც სიმპათიური ბიჭი და ზევითავი და ახლა იპრანჭება რა მითხარი სიმპათიური ბიჭი გადმოვიდა ვიღაც და თეკლას მოიწონა ლაშა რა ვიცი ახლა სიმპათიური ბიჭი გადმოვიდაო და თვითონ ავიდა წავიდა გაზევით გამოვიპრანჭებიო და ახლა მოეწონა თუ არა შენ თვითონ მიხვდი აბა უყურე ეს მეუბნება ახლა ესე იგი ვიღაცა სიმპათიური ბიჭი გადმოსულა ესე იგი უყურე ახლა ას მეუბნები ლაშა შენ და ესე იგი ჩემსა და თეკლას შორის ესე ჩასაკლდა დასაკლდა შუაში და უნდა იყოს ახლა ეგრე მურადის ეკალივით არა ჰა მურადის არა მურმანის ეკალივით კარგი ლაშა კარგი შეგვიძლია რა მნიშვნელობა აქვს მურადია თუ მურმანი ეკალია რა მნიშვნელობა აქვს მე გავაღე მიდი გავაღე ხო გავაღე რა არის მე გავაღე დავარჯო შეიძლება მოგძანდით მე თქვენი ახალი მეზობელი გახლავართ ასე ვთქვათ ბატონო ახალი მეზობელი ვარ თქვენი აჰა ხმადაბლა ხომ არ ვლაპარაკო არის მეზობელი დიახ რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე არტისტი შვანგირაძე ლაშა ფრიდონ სასიამ მოგძანდით შემოგძანდით რატომ გახარ გარეთ მადლობთ ხო შვანგირაძე ალბათონო რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე არტისტი ფრიდონ შვანგირაძე ჩემოხეთ ელენე სასიამოვნოა გამარჯობა ბიჭიკო არა ნიკა ნიკოლოზი თქვენი ბიჭი არა თქვენ სოლქმარი ხართ სოლქმარი ბრძანდებით შენ არა სოლქმარ დაბრძანდით ბატონ ფრიდონ დაბრძანდით რატომ გახართ მობრძანდით თქვენ ესე იგი თქვენ ხართ ის ადამიანი რომელიც გადმოვიდა ჩვენს კარის მეზობლად ხო დღეს გადმოვედი ცენტრში გარეუბნიდან სახიობი ბრძანდებით რა თქმა უნდა 1976 წლიდან 1985 წლამდე მოღვაწეობდი ოზურგეთის დრამატულ თეატრში. დიახ, შემდგომ ამის ესე იგი 85-დან 91-მდე საგარეჯოს მოზარდ მაყურებელთა თეატრში. დიახ. შემდეგ მქონდა ასე ვთქვათ შემოქმედებითი პაუზა და აი 2002 წლიდან გახლავართ ბორჯომის დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი. თქვენ ალბათ ნანახი გაქვთ ჩემი ზოგიერთი როლი. მაგალითად კერძევაძის ყოყოჩებში პედიატრი შევასრულე ჩემო ბატონო. ფლუგერის ტყუილის თქმა ადვილიაში ბესარიონი. არა. კარგი, ისევ კერძევაძე. ისევ კერძევაძე ჩემო ბატონო ომის ხიბლში მამუკა ომის ხიბლში და როლი რომელმაც მე ასე ვთქვათ აღიარება და აღმოსავლეთ საქართველოს თეატრალური ფესტივალის გრან-პრი უმაღლესი ჯილდო ვერცხლის ნაბადი მომიტანა არკადი გროცკი ჯემალ ვერულეიშვილის პიესიდან მე არკადი და 2 წუთი. დიახ, რატომ ვილაპარაკე ახლა ამდენი? დიახ. ჩაკუჩი არ გარ. არა და გამიფიჭდა და კი, ახლა ჩაკუჩი როგორ გვაკავს? 2 წუთი და დაგიბრუნე. კი. გასაკეთება და რას ვაკეთებ ლაშა და მაინტერესებს ერთი თეკლამ როდის რანაირად საიდან რა რაკურსი შეხედა კაცო ჩაის ხო არ მიირთმევთ? სიამოვნებით, ჩემო ბატონო, მაგრამ მოგვიანებით.
ახლა გასაკეთებელი მაქვს. ჩაკუჩი. ხო, ჩაკუჩი თუ შეიძლება? აი, ჩაკუჩი, აი, ჩაკუჩი. ინებეთ. მადლობა. კი ბატონო. მადლობა. ორ წუთში დაგიბრუნებთ. არა, არ არის საჩქარო, როცა დიახ, კი ბატონო. ნუ გამაგიჟეთ ეკლა როგორ რა რითინჯობია ეს კაცი ელენები პასუხი რითინჯობია ეს კაცი ელენები პასუხი რითინჯობია ჰა ალბათ რითია იცი მეტი ალბათ ასაკით პატ კარგი ლაშა ეხლა კარგი ეხლა შენს ნუ გამაგიჟებ ერთი წუთი ნუ გამაგიჟე არა უშავს არ ინერვიულო შენ გქონია შანსი თეკლას და მოყოთ 25 წლის მერე რა გაჩერდი ერთი წუთი ლაშა გაჩერდი გეხოცები რა გავაკეთო აღარ ვიცი ამ ტანსაცმელს კარგი ტანსაცმელს შემოვიხევდი მაგრამ როგორ შემოვიხივ ამდენი ფული მაქვს მიცემული კაცი პატა მივხვდი რატომ არ გაქცევს თეკლა ყურადღებას ბაბუა შენი მოწონს რა ხდება ავსენი თეკლა მოდი ერთი წუთი აქ მოდი ჩვენი კარის მეზობელი იყო შემოსული მაგარი ტიპი ძალიან რა სიტყვით? რა სიტყვით და დაგცინებთ? რატო დაგცინებთ? თეკლა როგორ ახარ თეკლა? კარგად, აბა რა გითხრა, ნორმალურად მითხარი. არ ვიცი ეთყობა შენი ნახვა უნდა, მაგრამ ჩაკუჩი მოიმიზეზა თეკლა, ჩაკუჩი. მართლა. კი. თეკლა როგორ ახარ თეკლა? კარგად. მე კიდე რა უმითხარი რა? რა ვიცი ხლა მე კიდე რა გითხრე ხა, მე კიდე რაო. რა ვიცი შემოვალო ამ ჩაკუჩას შემოგინდათ 2 წუთშიო და არ ვიცი. თეკლა როგორ ხარ თეკლა? კარგად გამოიყურები, პატა, ისე კარგად გამოიყურები, ნუ ცოტა კარგად გამოიყურები. გეხოცები ნორმალურად რა იროშება. ელენე, მე მგონი რაღაცა შეგვეშალა, იმიტომ რომ ლაშაზე იმოქმედა ამან, გაიგე? კარგი, ისა ელენე, შენ მითხარი გეხოცები, შენი აზრი მაინტერესებს როგორი ბიჭია? იცი რა, თეკლა, მე სხვა თაობა ვარ. ნუნუს კითხე და ის გეტყვის. კარგი, ელენე, რა ის ლაშა მითხრა კიდე შემოვაო ჩაკუჩს, შემოიტანო და რაღაცა პატარა სუფრასავით ხო არ დავახვედროთ, დავშალოთ. კი, თეკლა გაუშალე სუფრა და ის მიუტანე რა ქვია, კისელი და ჩაის ჩამბალი პური აჭამე. თემს ლაპარაკოს თეკლა და შენი ასაკის არის ახლა ის? ნუ ახლა ჩემი ასაკის არ ვიცი, მაგრამ ისე ხო დიდი შეხედულება აქვს. კი, შეხედულებაც და ორგანიზმიც. აი თქვენი ჩაკუჩი. ასე უცებ. კარგი ჩაკუჩი. ძალიან კარგი ჩაკუჩი. კი, პატარა და მუშავა. შეხედე ამაში როგორ გამცვალეს. რაღაცა ხო არსებობს თეკლა. პატა, ერთი წუთი. ისე თქვენ ჩაკუჩი გამოგატანათ თუ? რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე არტისტი შვანგირაზე ჩემო ბატონო. და თქვენ ხართ ის სიმპათიური ბიჭი? ბიჭი არა, მაგრამ ახლა თეკლა ეს არა კარგით არაფერი ისა ძალიან დიდი მადლობა ჩაკუჩისთვის თუ რამე დაგჭირეთ კიდევ შემოიარეთ ლურსმანი რა ჩაკუჩი ჩვენ ახლა მეზობლები ვართ და შემოგირბენთ ხოლმე კი რა პრობლემაა კი ბატონო ხშირად შემოიარეთ ბატონო მოიცა თეკლა ეს ის არ არის ბიჭი კარგი ლაშა კარგი რა ხდება თეკლა არ არის ეს რა ის არ არის კარგი ტრა კარგი ნუ ნერვიულა ბოდი ჩემი გუჩის პიჯაკი მოგაწვა არ ყოფილა გადარჩი რა გინდა გადარჩი ხო მაგრამ რა იყო ლაშა ერთხელ მაინც შემოიხედა ერთხელ რისთვის დავხარჯე ამდენი ფული ამ ტანსაცმელში ვერ გავიგე მთელი დღე დავდივარ ტანსაცმელზე რაში დავხარჯე ამდენი ფული რაში დახარჯე მართლა ამდენი ფული რა გინდოდა ახლა ამდენი ფული თუ გქონდა რა დასხარჯა სად გქონდა ლაშა მე შენს კაიტები ხარ მე სად გქონდა ფული ელენეს რო ქონდა წამღებული შენი ბარათი იმით ვიყიდეთ რა რაღაცები მე მაგდენი ფული და ის ჰასტუხზე მე დავამატე კიდე და იქ აღარ დარჩა ბარაძე არაფერი და ჰასტუხი ჩემი ფული კიდე ხო აბა რა გვიქნა ხო რაშა არა უშავს გადაგიხდინე ელენა მაგრამ ერთხელ შემოიხედა ერთხელ ორჯერ შემოიხედა სამჯერ რა იყო რა მოხდებოდა ვერ გავიგე კარგი მე გადაგიხდინე ელენა ხო ნე აი რა უბარად ნიგა შენ ისა მათემატიკაზე რაღაც რამდენ
ვისთანაც ვიყავი შემოსული და უთხარი. გარკვეა მეთქი ვთხოვე. ვინ არის? ვინ გამოვიდა? ხო უნდა ვიცოდეთ. იქნება რა წარსული აქვს ლაშა. რა კი ხო და თავს მიქრე მომისმინე კარგად. გისმენთ ბიჭო და რო გისმენთ მე ზალაუნებრო თავიც მეკნევინება ესე. ლაშა ჩვენ ერთ ოჯახით ვცხოვრობ და უნდა ვიცოდეთ აქ ვინ არის. იქნებ ვინ არის ლაშა. აი მოდის აი ეს არის ნუნუ ბიჭოლა აი ეს არის აი მოდის დი გამარჯობა როგორ ბრძანდებით ბადროფიდან ტიპებით ამოდიოდი ვარჯიში ხო ერთგვარი კი არის ვარჯიში გაიცანით ეს კალბატონი ნუნუა ჩვენი корпуსის თავმჯდომარე არტისტი შვანგირაძე შემოადგა შეიძლება მე კი სახები ბრძანდებით არა კი სახები ნადევაშები აქვს როლები ყოჩები რა ვიცი კიდე ბევრი სახე გარეთ რატომ გახარ ჩემო ბრძანდით არა იყოს გმადლობთ ხო მაშინ მე შევალ უკაცრავად ხო კი ბატონო კი ბატონო როგორ გეკა აი ეს არის ნუ ბიჭო რო გეუბნებოდ ლაშა ეს კაცი საიდან ხაც მეცნობა ოღოჩები ალბათ ან რა ვიცი ნაბადია ხარ ვერცხლის ნაბადიც აქვს რა ვიცი ამის ოღოჩები